ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული ქარტია და ტერიტორიული წყლების დაცვაში დასახმარებლად აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ახალი ამერიკული გემები. ასეთია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ბაქოში ვიზიტის შედეგები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიურ ტურნეს ფარგლებში სომხეთის შემდეგ მეზობელ აზერბაიჯანს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრა რეგიონში მრავალწლიანი სამხედრო კონფლიქტისა და პოლიტიკური დაძაბულობის დასრულების გზაზე შთამბეჭდავი მიღწევების შესახებ. ბევრმა ამერიკელმა შესაძლოა არც იცის, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები იყვნენ ერთ-ერთი ბოლო, ვინც ავღანეთი დატოვა. დღეს გვინდა გულწრფელი პატივისცემა გამოვხატოთ ამ მეგობრობისთვის და გვსურს ნამდვილად ახალი თავი დავიწყოთ ორმხრივ ურთიერთობებში. ფიქრობ, ამერიკაში პრეზიდენტ ტრამპის, ხოლო აზერბაიჯანში პრეზიდენტ ალიევის ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. აზერბაიჯანში რამდენიმე ახალი გემის გამოგზავნას ვაპირებ თქვენი ტერიტორიული წყლების დასაცავად. სიამაყით ვაცხადებ და ალბათ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ტრამპის ახალ მარშრუტს გადაუფრინა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ასევე გააერთიანებს აზერბაიჯანის ორ გახლეჩილ ნაწილს. ვიმედოვნებთ, ეს შექმნის იმდაგვარ ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კოოპერაციას ბუნებრივი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალური რესურსების სფეროებში, რაც ნამდვილად განამტკიცებს ამ შთამბეჭდავ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ნამდვილად ვთვლი, რომ პრეზიდენტი ალიევი დიდ პატივისცემას იმსახურებს. მისი და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ლიდერობის გარეშე ვერ მივაღწევდით მშვიდობას და მგონია, სწორედ სამა ადამიანმა პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით შექმნა ისტორიული მშვიდობა. ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას, თქვა ილჰამ ალიევმა და დასძინა, რომ ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად ბაქომ და ერევანმა ფაქტობრივად საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის მოპოვების დღიდან პირველად სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა განაახილეს. ამერიკული მხარის შუამავლობით გაფორმებულმა სამშვიდობო დოკუმენტმა შესაძლებელი გახადა სომხეთის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტებით მომარაგებაც. ილჰამ ალიევის თანახმად, ვაშინგტონსა და ბაქოს შორის 10 თებერვლის ხელმოწერილი ხელშეკრულება პარტნიორობის გამტკიცების შესახებ არის მხარეთა დიპლომატიური წარმომადგენლობების 6-თვიანი დაუღალავი მუშაობის შედეგი. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო სტრატეგიული პარტნიორები. მადლიერი ვართ პრეზიდენტ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და მათი გუნდის კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის. ჩვენ არა მხოლოდ მოვხსენით შეზღუდვები აზერბაიჯანის გავლით სომხეთში მიმავალ ტრანზიტულ ტვირთებზე, არამედ დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რითაც ფაქტობრივად სავაჭრო თანამშრომლობა დავიწყეთ. ტრამპი ვენსის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალისხმევა არის ჩვენს რეგიონში რეალიზება პროექტისა სახელწოდებით ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომელიც არა მხოლოდ დააკავშირებს ერთმანეთთან აზერბაიჯანის ორ ნაწილს, არამედ ჩამოყალიბდება ძალიან სანდო, უსაფრთხო და მასშტაბურ სატრანსპორტო დერეფნად, რომელიც ერთმანეთთან ასევე დააკავშირებს აზიასა და ევროპას აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობლების გავლით. დღეს ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობები სრულიად ახალ ფაზაში გადადის. განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ანტიტერორისტულ ოპერაციებთან. განვაგრძობთ მუშაობას ენერგოუსაფრთხოების საკითხზეც. რამე თუ ბუნებრივი აირის მარაგებით აზერბაიჯანი დღეს ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს 16 ქვეყნისთვის, საიდანაც 11 ნატოს წევრი და ამერიკის მოკავშირეა. ვიდრე აზერბაიჯანი ამერიკასთან ურთიერთობების გამტკიცებასა და სომხეთთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაზე მუშაობს, ბაქო სულ უფრო მეტად შორდება მოსკოვს, რაც კრემლისთვის არც ისე სასიამოვნო მდგომარეობაა, მით უმეტეს, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფაქტობრივად ერთდროულად დაკარგა დომინანტური როლი ორ სახელმწიფოზე. ბაქო-მოსკოვის ურთიერთობებში პირველი სერიოზული ბზარი 2024 წლის დეკემბერში მომხდარმა ავიაკატასტროფამ გააჩინა. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქიდან გროზნოს მიმართულებით რეისს ასრულებდა, რუსმა ავიადისპეტჩერებმა არ მიიღეს და ყაზახეთისკენ გაუშვეს, სადაც ბორტი ჩამოვარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა თვითმფრინავის დაზიანება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ზემოქმედების შედეგად. ისედაც რყევების ქვეშ მყოფ ორმხრივ კავშირებს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნა 2025 წლის ივნისში, როდესაც რუსულმა სპეცსამსახურებმა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების წინააღმდეგ რეიდების შეტარება დაიწყეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შექმნილი მდგომარეობით ბაქოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ გაწყდა, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა ურთიერთბრალდებები. კრემლთან გართულებული კავშირების პირობებში ბაქომ ხედვა შეცვალა და საგარეო კურსი უფრო დასავლეთისკენ აიღო, რაც მეზობელი სომხეთისგან განსხვავებით ნაკლებად არის მიმართული ევროკავშირისკენ, თუმცა მკაფიოდ ვაშინგტონისკენ. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანი კვლავ რჩება ისეთი საერთაშორისო გაერთიანებებისა თუ პლატფორმების წევრი, რომლის მონაწილე ვლადიმერ პუტინის რუსეთიც არის.